ვინც გარეთ იყურება, ის ოცნებობს, ხოლო ვინც შიგნით იხედება, იღვიძებს. რა არის ცხოვრების მიზანი? ფული, წარმატება, ძალაუფლება, თუ საკუთარი თავის შეცნობა? როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა სრულყოფილებას თავისი მოკლე ცხოვრების მანძილზე? კარლ გუსტავ იუნგმა ამ პროცესს ინდივიდუაცია უწოდა. მაგრამ მაინც, რას ნიშნავს ეს სიტყვები? ამის გასააზრებლად იუნგის ცხოვრებისა და მსოფლმხედველობის უკეთ გაგებაა საჭირო. კარლ გუსტავ იუნგი დაიბადა 1875 წლის 26 ივლისს, პატარა სოფელ კესვილში, შვეიცარიაში. მისი ოჯახური გარემო თავიდანვე გაჟღენთილი იყო რელიგიური დოგმატიზმისა და პარანორმალური მოვლენების უცნაური ნაზავით. მამა სოფლის პასტორი იყო, რომელიც რწმენის კრიზისს განიცდიდა. დედა კი ექსცენტრიული ქალი გახლდათ, რომელსაც სულებთან ურთიერთობის ოჯახური ტრადიცია ჰქონდა. იუნგი ბავშვობიდანვე გრძნობდა ღრმა შინაგან გახლეჩას. მის გონებაში ერთმანეთს ენაცვლებოდა პიროვნება ნომერი 1, რომელიც უბრალო სკოლის მოსწავლე იყო და მეცნიერებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა გახლდათ, და პიროვნება ნომერი 2, რომელიც ღმერთთან და ბუნებასთან ახლოს მყოფი მისტიკური ბრძენი მხუცი კაცი იყო. სწორედ ასე იხსენებს იგი საკუთარ ბავშვობას თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში. იუნგს ბავშვობიდანვე ჰქონდა უცნაური ხილვები. ერთ-ერთ სიზმარში მან ნახა ტაძარი და ღმერთი, რომელიც ტახტიდან გიგანტურ განავალს აგდებდა და ეკლესიას ანადგურებდა. ამ დროს იგი 12 წლის იყო და მაშინ მიხვდა, რომ მას ჰქონდა საკუთარი აზრი, რომელიც არ ემთხვეოდა ეკლესიისას. იგი ასევე ატარებდა პატარა რიტუალებს. მან ხისგან გამოთავა კაცუნა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა და საიდუმლო ენაზე დაწერილ პატარა წერილებს სწირავდა. ასევე იუნგს ჰქონდა თავისი საყვარელი ქვა, რომელზეც ხშირად ჯდებოდა და ფიქრობდა, მე ვარ ის, ვინც ქვაზე ზის, თუ ქვაა ის, რაზეც მე ვზივარ. იუნგის ბავშვობა სავსე იყო მარტოობით, ფანტაზიით, საიდუმლოებებითა და შინაგანი კითხვებით. სწორედ ბავშვობის დროინდელი გამოცდილებები გახდა მისი ფსიქოლოგიის მთავარი საწყისი წერტილი. 1895 წელს იუნგმა ბაზელის უნივერსიტეტში მედიცინის შესწავლა დაიწყო. იუნგის გადაწყვეტილება გავხდარიყო ფსიქიატრი. მისმა პროფესორებმა და კოლეგებმა გაოცებით მიიღეს, რადგანაც ფსიქიატრია იმ პერიოდში მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ და ბუნდოვან დარგად ითვლებოდა. იუნგისთვის კი ეს იყო სფერო, სადაც ბიოლოგიური ფაქტები და სულიერი ფენომენები ერთმანეთს ხვდებოდა. ციურიხის კლინიკაში მუშაობისას იუნგი ცნობილი გახდა სიტყვიერი ასოციაციების ექსპერიმენტით, რითიც მან დაამტკიცა არაცნობიერი კომპლექსების არსებობა. 1907 წელს ის შეხვდა ზიგმუნდ ფროიდს, ფსიქოანალიზის მამას. ეს შეხვედრა ლეგენდარული გამოდგა. ისინი 13 საათის განმავლობაში გაუჩერებლად საუბრობდნენ. ფროიდმა იუნგში დაინახა შვილი, მემკვიდრე, რომელსაც ფსიქოანალიზი მსოფლიო მეცნიერებად უნდა გადაექცია. სწორედ ფროიდსა და ადლერზე დაკვირვებით გამოიგონა იუნგმა სიტყვები ინტროვერტი და ექსტრავერტი, რომლებსაც დღეს ასე ხშირად ვიყენებთ ხოლმე. მან შენიშნა, რომ მისი ორი მასწავლებელი და კოლეგა, ზიგმუნდ ფროიდი და ალფრედ ადლერი, ერთსა და იმავე ფსიქოლოგიურ პრობლემას სრულიად სხვადასხვანაირად ხსნიდნენ. იუნგი მიხვდა, განსხვავება არა თეორიებში, არამედ თავად ამ ადამიანების პიროვნულ ტიპებში იყო. მან დაასკვნა, რომ თითოეული ჩვენგანი სამყაროს საკუთარი ფილტრით უყურებს, რომელიც ენერგიის მიმართულებებზეა დამოკიდებული. ინტროვერტისთვის რეალობა მის შიგნით არის. ენერგიის ნაკადი მიმართულია საკუთარი თავისკენ. ინტროვერტი ენერგიას მარტოობაში, ფიქრში, კითხვასა და შინაგან ვიზუალიზაციაში აღიდგენს. ხოლო ექსტრავერტისთვის რეალობა არის გარეთ, როგორც ეს ფროიდისთვის იყო. ენერგია მიმართულია ობიექტისკენ, ხოლო ისინი ენერგიას ურთიერთობებით, მოქმედებით და გარეგანის სტიმულებით იღებენ. იუნგის აზრით ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ამ ორივეს ნაზავია, რადგან სუფთა ექსტრავერტი ან ინტროვერტი მხოლოდ საგიჟეთში შეიძლება შეგვდეს. მიუხედავად გარეგნული იდელიისა, იუნგისა და ფროიდის ურთიერთობა სავსე იყო ფუნდამენტური წინააღმდეგობებით. ფროიდი მკაცრი მატერიალისტი იყო, რომელსაც ყველაფერი სექსუალურ ტოლომდე, ანუ ლიბიდომდე დახავდა, ხოლო იუნგი სულიერებისა და მისტიციზმის ძიებაში იყო. ერთხელ ფროიდის კაბინეტში იუნგმა სიტყვა ჩამოაგდო პრეკოგნიციაზე, რაც მომავლის განჭვრეტას ნიშნავს. ფროიდმა ამას სრული სისულელე უწოდა. ამ დროს იუნგს ხელში უცნაური შეგრძნება დაეუფლა. უეცრად, გვერდით მდგარი წიგნების თაროდან კაცუნის ხმა გაისმა. იუნგმა ეს სამყაროს მიერ მოცემულ ნიშნად ჩათვალა. ფროიდი ისევ თავის აზრზე იყო. იუნგმა კი მიუგო. თქვენ ცდებით, პროფესორო. იმის დასამტკიცებლად, რომ მე მართალი ვარ, ეს ხმა ახლა ვეგარ მეორდება. და მართლაც, კაცუნის ხმა ისევ გაისმა. აქ გაჩნდა პირველი დიდი ბზარი ფროიდისა და იუნგის მსოფლმხედველობებს შორის. მათი გზები საბოლოოდ 1909 წელს გაიყარა, როცა ისინი ამერიკაში, კლარკის უნივერსიტეტში ლექციების ასაკითხად გაიმგზავრნენ. გემზე ყოფნისას ისინი ერთმანეთის სიზრებს აანალიზებდნენ. ერთ-ერთი სინასიზრეს ფროიდმა უარი თქვა საკუთარი ასოციაციების გაზიარებაზე. მე ვერ დავაყენებ რისკის ქვეშ ჩემს ავტორიტეტს, თქვა მან. მაგრამ იუნგისთვის სწორედ აქ დაკარგა ფროიდმა ავტორიტეტი, რადგან მას სიმართლეს ძალაუფლება ანჯობინა. ამავე მოგზაურობაში იუნგს ჰქონდა ხილვა, რომელმაც იგი კოლექტიური არაცნობიერი სიდიამდე მიიყვანა. ზმანებაში იუნგმა იხილა მრავალშრიანი სახლი, ზედასართული განათებული, მე-18 საუკუნის სტილის მისაღები ოთახი იყო,
სადაც ყველაფერი ნაცნობი ჩანდა. ძვირფასი ავეჯით დაწყებული, კედლებზე დაკიდებული ფერწერული ტილოებით დამთავრებული. ეს იყო ცნობიერის ასოციაცია, იგივე ეგო, ჩვენი მოწესრიგებული ყოველდღიური მეობის ნამდვილი სიმბოლო. კიბეზე დაშვებისას გარემო მკვეთრად შეიცვალა. ჰაერი უფრო გრილი და მძიმე გახდა. მე-18 საუკუნის სიმსუბუქე შუა საუკუნეების პირქუშმა აგურმა და მუქმა ხემშეცვალა. ეს ის შრეა, სადაც ჩვენი წინაპრების აჩრდილები და მივიწყებული მოგონებები ბინადრობენ. ეს შრე პირადი არაცნობიერის სიმბოლო იყო. კიდევ უფრო დავლა სარდაფში ჩასვლისას, იუნგმა აღმოაჩინა, რომ სახლი ანტიკურ საძირკველთან დგას. კედლები მასიური რომაული ლოდებისგანაა აშენებული. აქ მარადიული სიჩუმე და მტრის სქელი ფენას უფევს, რომელიც საუკუნეების წინანდელ ამბებს ინახავს. ეს ის ფუნდამენტია, რომელზეც ჩვენი კულტურა და ენაა დაშენებული. სარდაფის იატაკზე კი იუნგი ხედავს რკინის ძველებურ რგოლს. ის იღებს მას და ქვის ვიწრო კიბეებით პირველ ყოფილ გამოქვაბულში ჩადის. აქ კი უკვე სინათლეც ქრება. ეს არის წერტილი, სადაც ინდივიდუალური მე სრულდება და იწყება კაცობრიობის საერთო, ველური და პირველ ყოფილური ოკეანე. ეს არის კოლექტიური არაცნობიერი, ფსიქიკის ის ყველაზე ღრმა და იდუმალი შრე, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად კულტურის, ეპოქისა თუ პირადი ისტორიისა. თუ ზიგმუნდ ფროიდი თვლიდა, რომ არაცნობიერი მხოლოდ ჩვენი ჩახშობილი სურვილებისა და პირადი ტრამვების საწყობია, იუნგმა განაცხადა, რომ ჩვენს გონებაში არსებობს ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა, რომელიც დაბადებიდან თან დაჰყვება. ამას ამტკიცებს ისიც, რომ სრულიად სხვადასხვა კულტურის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან არასდროს ყოფილან კავშირში, თავიანთ მითებში, ზღაპრებსა და სიზმრებში, ერთსა და იმავე პერსონაჟებსა და სიმბოლოებს იყენებდნენ. იუნგის აზრით, როდესაც ადამიანის სიზმრების ანალიზით კონტაქტში შედის ამ ღრმა შრეებთან, ის წყვეტს ცალკეულ არსებად ყოფნას და უერთდება კაცობრიობის დიდ გამოცდილებას. ეს მას ეხმარება საკუთარი თავის სრულყოფილად შეცნობასა და მთლიანობის მიღწევაში. ამ პროცესს იუნგი ინდივიდუაციას უწოდებს. სწორედ ინდივიდუაცია გახდა მისი ფსიქოლოგიის ქვაკუთხედი. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი ხდება ის, ვინც სინამდვილეშია. როცა იგი აერთიანებს ცნობიერს და არაცნობიერს, რათა მიაღწიოს ფსიქოლოგიურ მთლიანობას. მაგრამ როგორ ხდება ინდივიდუაცია? პირველი, პერსონის გაცნობიერება, ანუ ნიღბის მოხსნა. პირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სოციალური როლი, ეს იქნება პროფესია, სტატუსი თუ იმიჯი, არ არის ჩვენი ნამდვილი მე. ინდივიდუაცია იწყება მაშინ, როცა პერსონა ხვდება, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე მისი სოციალური ნიღაბი. მეორე, შეხვედრა ჩრდილთან. ეს არის ყველაზე რთული და მტკივნეული ეტაპი. ჩრდილი მოიცავს ყველაფერს, რაც ჩვენში არ მოგწონს, რასაც უარყოფთ და რაც ხებში გვაღიზიანებს. ჩვენი ამოცანა არა ჩრდილის განდევნა, არამედ მასთან ინტეგრაცია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენშიც არის აგრესია, ეგოიზმი და სისუსტე. ამის გარეშე კი პიროვნება ბრტყელი და არაავთენტური რჩება. მესამე, ანიმასა და ანიმუსის ბალანსი. იუნგი თვლიდა, რომ ყველა ადამიანში არსებობს საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიური საწყისები. მამაკაცში ანიმა, ემოციურობა, ინტუიცია და შემოქმედებითობა, ხოლო ქალში ანიმუსი, ლოგიკა, რაციონალურობა და სიმამაცე. ინდივიდუაციის პროცესში ადამიანი სწავლობს ამ შინაგანი ენერგიების დაბალანსებას, რათა გახდეს უფრო სრული და ჰარმონიული. მეოთხე, თვითობის აღმოჩენა. ეს გახლავთ ინდივიდუაციის კულმინაცია. თვითობა არის ფსიქიკის ახალი ცენტრი, რომელიც ანაცვლებს ეგოს. თუ ეგო მხოლოდ ჩვენი ცნობიერი ნაწილია, თვითობა მოიცავს ყველაფერს, ცნობიერსაც და არაცნობიერსაც. იუნგი ამბობდა, ინდივიდუაციის გზა ხშირად მარტოობასა და გაუგებრობასთანაა დაკავშირებული, რადგან ადამიანი იწყებს საკუთარი უნიკალური ბედისწერის ძიებას. ინდივიდუაცია არ ნიშნავს იზოლაციას. ის ნიშნავს სამყაროსთან უფრო ღრმა და ნამდვილ კავშირს, რადგან მხოლოდ მას, ვინც საკუთარ თავში ჩაიხედა, შეუძლია სხვისი სინამდვილის დანახვა. თუმცა იუნგის იდეები სამყაროსა და ადამიანის შესახებ აქ არ სრულდება. ხსმენიათ რამე სინქრონულობის შესახებ. თუ არა, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ამის შესახებაც აუცილებლად მოგიყვებით. სინქრონულობა გაბედული ფილოსოფიური იდეაა, რომლითაც იუნგმა გადააეხსნა ის, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივ, უცნაურ დამხობას ვეძახით. იუნგისთვის სინქრონულობა არის აკუზალური დამაკავშირებელი პრინციპი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მოვლენა, როდესაც შინაგანი, ფსიქიკური სამყარო და გარეგანი, მატერიალური სამყარო ერთმანეთს საზრობრივად ეთანხმება. თუმცა მათ შორის პირდაპირი ფიზიკური კავშირი არ არსებობს. აი მაგალითი, იუნგს ყავდა ერთი მეტად რაციონალური პაციენტი, რომელიც ყველაფრის ლოგიკურად ახსნას ცდილობდა. ერთ-ერთ სეანსზე, როდესაც პაციენტი თავის სიზმარს ყვებოდა, მან იუნგს უთხრა, რომ სიზმარში ძვირფასი სამკაული, ოქროსფერი ხოჭო აჩუქეს. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც პაციენტმა ეს დეტალი ახსენა, ფანჯარაზე ფხაკუნის ხმა გაისმა. იუნგმა გამოაღო ფანჯარა და ჰაერში ხოჭო დაიჭირა, რომელიც იმ მხარეში იშვიათობა იყო. ხოჭო მზის შუქზე ოქროსფრად ბზინავდა. ესეც თქვენი სამკაული. მიუგო იუნგმა თავის პაციენტს,
ხოჭო გაუწოდა და მის ფსიქიკაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. იუნგი ამ თეორიაზე მუშაობისას მჭიდროდ თანამშრომლობდა ვოლფგანგ პაულთან, კვანტური მექანიკის ერთ-ერთ პიონერთან. მათ ერთად დაასკვნეს, რომ მატერია და გონება არ არის ორი სხვადასხვა სამყარო. არსებობს ეგრეთ წოდებული უნუს მუნდუს, ერთიანი სამყარო, რომელშიც ფიზიკური კანონები და ფსიქიკური არქეტიპები ერთი მთლიანობის სხვადასხვა გამოვლინებაა. როგორც კვანტურ ფიზიკაში დამკვირვებელი ახდენს ზეგავლენას ექსპერიმენტზე, ასევე ჩვენი ფსიქიკური ენერგია რეზონირებს გარე მოვლენებთან. იუნგის აზრით სინქრონულობა ყველაზე ხშირად მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი ინდივიდუაციის მნიშვნელოვან ეტაპზეა, ან ძლიერ ემოციური კრიზისს განიცდის. ეს არის სამყაროს პასუხი, ან ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სწორ გზაზე ვართ, ან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გაცნობიერება გაგვაკლია. სამყარო უფრო მეტად არის დაკავშირებული ფსიქიკასთან, ვიდრე ამას მშრალი ლოგიკა გვეუბნება. ჩვენ არ ვართ იზოლირებული რობოტები ცივ კოსმოსში. ჩვენი გონება და მატერიალური რეალობა ერთი დიდი მთლიანობის ნაწილებია. 1913 წელს იუნგი ღრმა ფსიქოლოგიურ კრიზისში ჩავარდა. მან დაკარგა მეგობრები, სტატუსი და სულიერი სიმშვიდე. დაიწყო პერიოდი, რომელსაც ის შემოქმედებით ავადმყოფობას უწოდებდა. ამავე წლის ოქტომბერში მატარებლით მგზავრობისას იუნგს შემზარავი ხილვა ჰქონდა. მან ნახა, რომ მთელი ევროპა სისხლის ზღვაში იძირებოდა. სისხლი ნელ-ნელა ადიოდა შვეიცარიის მთებამდე. თავდაპირველად მას ეგონა, რომ ჭკუიდან იშლებოდა. მაგრამ როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მან გააცნობიერა, რომ ეს იყო არა პირადი სიგიჟე, არამედ კოლექტიური არაცნობიერის გაფრთხილება. ფსიქიკური წონასწორობის შესანარჩუნებლად იუნგმა გადაწყვიტა თავისი ხილვები მატერიალურ ფორმებში მოექცია. მან დაიწყო მუშაობა წითელ წიგნზე, რომელიც წარმოადგენს უზარმაზარ, ყავის ყდაში ჩასმულ ძველებურ წიგნს. იგი სავსეა კალიგრაფიული ტექსტებით და ფანტასტიკური ილუსტრაციებით. ეს წიგნი 2009 წლამდე სეიფში იყო ჩაკეტილი და მისი გამოქვეყნება ოჯახს არ სურდა, რადგანაც ეშინოდათ, რომ ეს იუნგის რეპუტაციას შელახავდა. კრიზისის დროს იუნგმა შეიმუშავა აქტიური წარმოსახვის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შეგნებულად შევაღოთ კარი არაცნობიერში და დიალოგი დავიწყოთ იქ მცხოვრებ ხატებთან და პერსონაჟებთან. ეს არ არის უბრალოდ ცნება ან ფანტაზია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქტიური წარმოსახვის დროს ეგო, ანუ ცნობიერი მე, არ ქრება. იგი აქტიურად მონაწილეობს პროცესში, სვამს კითხვებს და გამოხატავს ემოციებს. როგორ მუშაობს ეს მეთოდი? პირველი, საწყისი წერტილი. ვზივართ, ხუჭავთ თვალებს და პროცესი იწყება რაიმე კონკრეტულზე კონცენტრაციით. ეს შეიძლება იყოს სიზმრის ფრაგმენტი, ვიზუალური ხატი, რომელიც მედიტაციისას გაგიჩნდათ, ან თუნდაც ძლიერი ემოცია. თქვენ ფოკუსირებული ხართ ამ ხატზე, სანამ იგი არ გაცოცხლდება. მეორე, თქვენ უყურებთ როგორ იწყებს ეს ხატი მოძრაობას. მაგალითად, თუ ხედავთ მოხუცს, არ ცდილობთ აკონტროლოთ მისი ნაბიჯები, არამედ პირიქით. აძლევთ საშუალებას თავად წავიდეს იქით, საითაც უნდა. მესამე, დიალოგი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თქვენ შეგიძლიათ ელაპარაკოთ შინაგან ფიგურებს. კითხოთ, ვინ ხარ? რატომ მოხვედი? რა გინდა ჩემგან? პასუხი შეიძლება მოვიდეს როგორც ხმის, ასევე სიმბოლური მოქმედების სახით. იუნგი თვლიდა, რომ ეს გამოცდილება აუცილებლად უნდა გადმოვიდეს მატერიალურ სამყაროში. უნდა ჩაიწეროს, დაიხატოს, გამოისახოს რამე ფორმით, გადაიქცეს ლექსად ან მუსიკად. 1916 წელს კრიზისის პიკზე იუნგის სახლში ნამდვილი სიგიჟე მოხდა. კვირა დღეს საღამოს 5 საათზე კარის ზარი კაბმით რეკავდა. იუნგი, მისი ქალიშვილები და მსახურები ხედავდნენ, თუ როგორ მოძრაობდა ზარის ენა, მაგრამ კართან არავინ იყო. იუნგი იხსენებდა, თითქოს მთელი სახლი სავსე იყო სულებით. ისინი კარებს მოაწყდნენ და ჰაერი ისე იყო შესქელებული, რომ სუნთქვა ჭირდა. იუნგმა იკითხა, ღვთისგულისათვის რა ხდება აქ? პასუხი ასეთი იყო. ჩვენ დავბრუნდით იერუსალიმიდან, სადაც ვეგვიპოვეთ ის, რასაც ვეძებდით. იმ საღამოს იუნგმა თავის დაუნებურად დაიწყო წერა და შექმნა გნოსტიკური ტექსტი შემდეგი სათაურით. 7 ქადაგება გარდაცვლთა მიმართ. როგორც კი მან წერა დაიწყო, სახლში სიმშვიდემ დაისადგურა. მიუხედავად იმისა, რომ იუნგი მეტად მისტიკური პიროვნება გახლდათ, იგი ნამდვილად არ იყო გუგრილი ქალბატონების მიმართ. 1903 წელს იუნგმა იქორწინა ემა რაუშენბახზე, შვეიცარიის ერთ-ერთი უმდიდრესი ინდუსტრიალისტის ქალიშვილზე. ემა იყო იუნგის ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტი და ასევე მისი 5 შვილის დედა. თუმცა იგი არ იყო მხოლოდ დიასახლისი. მან ისწავლა ანალიზი, გახდა პრაქტიკოსი, ფსიქოანალიტიკოსი და წლების განმავლობაში იკვლევდა წმინდა გრაალის ლეგენდას. იუნგისთვის ემა სტაბილურობის, ოჯახური კერის და დედის არქეტიპის განსახიერება იყო. მაგრამ 1913 წელს, კრიზისის დაწყებისას, იუნგმა ურთიერთობა დაიწყო თავის ყოფილ პაციენტთან, ტონი ვოლფთან. ტონი იყო ბასრი ინტელექტის, მელანქოლიური და მისტიკური ბუნების ქალი. იგი გახდა იუნგის მეორე ცოლი. ტონი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო იუნგს წითელი წიგნის ხილვების ინტერპრეტაციაში დახმარებოდა. იუნგი მას ჰეტერას, ინტელექტუალურ საყვარელს უწოდებდა. ტონი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ხშირად მოდიოდა იუნგის სახლში კვირა დღის სადილებზე,
და სუფრასთან, ემასთან და ბავშვებთან ერთად იჯდა. ეს სიტუაცია წლების განმავლობაში დიდ კიბოს აყენებდა ემას, მაგრამ მან ეს მიიღო როგორც იუნგის გენიალურობის აუცილებელი თანდები მოვლენა. იუნგი თვლიდა, რომ სრულყოფილი მამაკაცისათვის საჭირო იყო ურთიერთობა ქალის ყველა ასპექტთან, რასაც ერთი ქალი ხშირად ვერ უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ იუნგი სიმდიდრეში ცხოვრობდა, მან გადაწყვიტა აიგო კოშკი, სადაც იგი თითქმის პირველ ყოფილურ პირობებში ცხოვრობდა. ამ კოშკს იგი 30 წლის განმავლობაში აშენებდა. ეს იყო მისი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. კოშკში არ იყო ელექტროენერგია და გაყვანილობა. იუნგი თავად შეხვდა შეშას, მოჰქონდა წყალი ჭიდან და საჭმელს ღია ცეცხლზე ამზადებდა. იგი ამბობდა, რომ ეს მას ბუნებრივ ადამიანთან აკავშირებდა. მან სწორედ აქ დაწერა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომების დიდი ნაწილი. აქ ეძლეოდა ღრმა ფიქრებს და ვიზუალიზაციებს. იუნგი საკუთარი ხელით თლიდა ქვებს. კოშკის ეზოში დღემდე დგას მის მიერ მოჩუქურთმებული ლოდების სიმბოლური წარწერებით და ნახატებით, რაც მისი არაცნობიერის გამოძახილი იყო. კოშკში მე ვარ ჩემს ნამდვილ არსებაში. მე ვარ ის, ვინც სინამდვილეში ვარ, ამბობდა იგი. სიცოცხლის ბოლო წლებში იუნგი ღრმად სწავლობდა ალქიმიასა და ასტროლოგიას, რადგანაც გრძნობდა, რომ მის თეორიებს აკლდა ისტორიული საყრდენი. როდესაც მან ძველი ალქიმიური ტექსტების კითხვა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ალქიმიკოსების მიერ აღწერილი უცნაური სიმბოლოები საოცრად გავდა მისი პაციენტების სიზმრებს. მან დაასკვნა, რომ როდესაც ალქიმიკოსები მატერიაზე ატარებდნენ ცდებს, რეალურად ისინი პროექცირებდნენ საკუთარი სულის ტრანსფორმაციას. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი ხედავს რაღაცას, რაც არ იცის, ამ შემთხვევაში ქიმიური რეაქციას, დამკვირვებელს თვალწინ უდგება არა უბრალოდ ქიმიური პროცესი, არამედ მისი სულის გამოძახილი, რათა საკუთარ თავში შეავსოს გაუგებრობა, რომელიც მის თვალწინ მოხდა. ალქიმიკოსებს ჰქონდათ ფრაზა: ჩვენი ოქრო არ არის უბრალოდ ხალხის ოქრო. ყველაზე განათლებული ალქიმიკოსები ხვდებოდნენ, რომ მათ მიერ მიღებული ოქრო სულიერი სიმტკიცე და სიბრძნე იყო. 1944 წელს, გულის შეტევის დროს, იუნგმა განიცადა კლინიკური სიკვდილი. მან დაინახა დედამიწა კოსმოსიდან. ეს ხილვა იმდენად რეალური იყო, რომ მოგვიანებით კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების იდენტური აღმოჩნდა. მან ასევე დაინახა შავი ქვის ტაძარი კოსმოსში, სადაც იგი უნდა შესულიყო, მაგრამ ამ დროს ექიმმა ის სიცოცხლეში დააბრუნა. ეს იმდენად მტკივნეული იყო, რომ იუნგს დიდხანს ჰქონდა დეპრესია, რადგან მისთვის სიცოცხლე ფერად ყუჩი დაბრუნება ჰგავდა. კარლ გუსტავ იუნგი გარდაიცვალა 1961 წლის 6 ივნისს. იუნგის საფლავსა და მისი სახლის კარზე ამოტვიფრულია ლათინური ფრაზა: vocatus atque non vocatus deus aderit. მოხმობილი თუ მოუხმობელი, ღმერთი მაინც მოვა. მის სიკვდილს თან ახლდა მისტიკური ნიშნები. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ესიზმრა კვადრატული ქვა, რომელზეც იზრდებოდა ხეები ოქროს ფესვებით, რაც ალქიმიური სისრულისა და დასასრულის სიმბოლოა. მისი გარდაცვალების მომენტში საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. მეხი დაეცა იუნგის საყვარელ ალვისხეს, რომელიც ძირასაც ის ხშირად იჯდა ხოლმე. დარტყმისგან ხეშუაზე გაიყო. მოგვიანებით მისი მეგობარი ლორენს ვანდერპოსტი იუნგის გარდაცვალების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა. როდესაც მას საუბარი დაიწყო იმაზე, თუ როგორ დაეცა მეხი ხეს იუნგის სიკვდილისას, გარეთ ისევ გავარდა მეხი, რამაც გადაღება შეაწყვეტინა.